მოგესალმებათ ნიკოლოს კარტოსიას პოდკასტი. დღეს განვიხილავ ჩემს მიერ წაკითხულ ერთ-ერთ წიგნს, ედით ნესბიტის რკინიგზის ბავშვები. ედით ნესბიტის რკინიგზის ბავშვები არის მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოცემული კლასიკური ინგლისური საბავშვო რომანი, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ისტორია ოჯახზე, რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება, რაც ბავშვებს ბევრ ახალ თავგადასავალსა და გამოწვევას უმზადებს. წიგნის მთავარი გმირები სამი ბავშვი არიან: რობერტა, იგივე ბობი, პიტერი და ფილისი. მათი ცხოვრება ლონდონში, დიდ ლამას სახლში უდარდლად მიედინება. მაგრამ ერთ საღამოს მამა მოულოდნელად ქრება. ბავშვებმა და მათმა დედამ არ იციან რა მოხდა, მაგრამ იძულებულნი ხდებიან დატოვონ მდიდრული სახლი და საცხოვრებლად სოფლად, პატარა სახლში გადავიდნენ, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. ახალი სახლი სულაც არ ჰგავს მათ ყოფილ მდიდრულ ბინას. მაგრამ ბავშვები მალე ენერგიას იკრებენ და იწყებენ ახალი გარემოს შესწავლას. მათთვის რკინიგზა ახალი და საინტერესო სამყარო ხდება. ისინი ყოველდღე მიდიან სადგურზე, ესალმებიან მატარებლის მძღოლს, ციდამხედველსა და მგზავრებს. ამ ყველაფერმა კი მათ არაერთ თავგადასავალსა და მეგობრობას დაუწყო გზა. ბავშვები უამრავ კეთილ საქმეს აკეთებენ, ეხმარებიან დაშავებულ მგზავრებს, იხსნიან მატარებელს ავარიისგან, უვლიან ავადმყოფ ბიჭუნას და უგზავნიან ნუგეშის წერილებს პოლონელ ემიგრანტს. მათი თავგადასავლები ყოველთვის რკინიგზასთანაა დაკავშირებული, ხოლო თითოეული მათგანი გულწრფელობასა და სხვებზე ზრუნვას გვიჩვენებს. საბოლოოდ ბავშვებს ეძლევათ შანსი დაეხმაროთ მამას, რომელსაც უსამართლოდ დასდეს ბრალი და ციხეში ჩასვეს. ბობი, პიტერი და ფილისი მატარებლის ერთ-ერთი მგზავრის, მოხუცი ჯენტლმენის დახმარებით ახერხებენ მამის გათავისუფლებას. წიგნის ბოლოს ოჯახი კვლავ ერთიანდება და მათ მშობლიურ სახლში ბრუნდება. რკინიგზის ბავშვები უბრალო საბავშვო მოთხრობაზე ბევრად მეტია. ის ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ოჯახის სიყვარული, სიკეთე და სხვებზე ზრუნვა. ავტორი ედით ნესბიტი გვიჩვენებს, როგორ შეუძლიათ ბავშვებს გაუმკლავდნენ სირთულეებს და დარჩნენ ოპტიმისტები. მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, მათ არ დაკარგეს იმედი და განაგრძეს ბრძოლა. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის რკინიგზის სიმბოლიკა. ის წარმოადგენს ახალი ცხოვრების, მოულოდნელი შეხვედრებისა და თავგადასავლების გზას. მატარებლის სიმბოლო ხაზს უსვამს იმას, რომ ცხოვრება მუდმივი მოძრაობაა და ყოველთვის შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. რკინიგზის ბავშვები არის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ სიკეთეს შეუძლია სირთულეების დაძლევა და რომ ოჯახური კავშირები ნებისმიერ უბედურებაზე ძლიერია. ეს არის ისტორია, რომელიც ბავშვებს იმედსა და გამძლეობას ასწავლის. მოზრდილებს კი წარსულის სითბოსა და გულწრფელობას შეახსენებს. ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ პოდკასტამდე.